ეკლესია. ამის აქეთ დაიწყო იესომ თავის მოწაფეებისთვის იმის გამხელა, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს, დაეთმინა მრავალი ტანჯვა უხუცესთა, მღვდელმთავართა და წიგნობართაგან, სასიკვდილოდ მიეცა თავი და აღმდგარიყო მესამე დღეს. მაშინ გაიხმო იგი პეტრემ, კითხვა დაუწყო და უთხრა, შორს შენგან უფალო, ღმერთმა ნუქნას ეგ. ხოლო ის მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა, გამშორდი სატანავ, ჩემი საცდური ხარ, რადგან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას. და დაიწყო იესომ საუბარი. ნახეთ, გამოაცხადა პეტრემ ის ზეციურ მეფეთ, ცხებულ მეფეთ, ხო უცნაურია, როგორ ებმება ერთმანეთს. ქრისტემ უთხრა, რომ ნეტარი ხარო, შენ იცი რომ მე ცხებული მეფე ვარ, ქრისტე ცხებულ მეფეს ნიშნავს. ეუბნება, რომ ძალაუფლებას გაძლევ შენ, ამის შემდეგ ეუბნება, რომ მოვიდა ის დრო, რომ იერუსალიმს უნდა ავიდე, დავითმინო მრავალი ტანჯვა, უხუცესთა და მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სასიკვდილოდ უნდა მივცე ჩემი თავი და მოკლან და აღდგეს მესამე დღეს. შეეფერება ხა ეს მეფეს. ხო უცნაურია. ამიტომაც პეტრე, რომელიც შეაქო, ორი წუთის წინ პეტრემ ქრისტემ შეაქო პეტრე, რომ ნეტარი ხარ, რომ შენ ამას მივხვდი, ჩვენ სხვა ესე გვემართება ხომ ხანდახან რომ შეგვაქებენ, ცოტა მე ატაცებულები ვართ ხომ ამ ქებით, როგორც ჩანს და პეტრემ როგორც ჩანს გონია მას, რომ ბევრი იცის უკვე, როგორც ჩანს ნეტარია, რომ ეს შემეცნება აქვს და გაიყვანა გვერდზე ქრისტე. და უმტკიცებს, რომ შორს შენგან უფალო, ღმერთმა დაგიფაროს, ამას ეუბნება. ღმერთმა დაგიფაროს, რას ქვია, მეფე ხარ, ისრაელში მოხვედი და უნდა მოკვდე ახლა? პეტრე არ ესმის არც პეტრეს ეს როგორ უნდა მოხდეს, რომ ჯერ ტანჯვა და შემდეგ დიდება. რადგან ისრაელში ამ დროს გავრცელებული იყო პირველი შეხედულება. ნახეთ, ბიბლიაში ჩვენ ხო ამაზე გვილაპარაკია, ისრაელში ბიბლიაში, უბრალოდ ბიბლიაში ორივეს ვხედავთ ჩვენ, ორივეს. ტანჯულ ქრისტეს და დიდებულ ქრისტეს, ხო? აი, ძველ აღთქმას გულისხმობ მე, რომ და ებრაელებისთვის ახლა ეს გაუგებარი იყო. ისინი ხო ერთ მოსვლას ელიან ქრისტესას, ხო? ისინი მესიის ერთ მოსვლას ელიან და რატომ ჩანს ბიბლიაში ზოგგან ტანჯულია ეს მეფე და ზოგგან დიდებულია, ხო? მაგალითად დანიელ წინასწარმეტყველის მე-7 თავში წერია, რომ ვიხილე ის, რომ მოდიოდა ღრუბლებით, დიდებული და მიიყვანეს მეფესთან, ღმერთთან მიიყვანესო, ისო ქრისტე და მიეცა მეფობა მსოფლიოს ყველა სამეფოზე და ყველა ხალხს. ხომ? მაგრამ ზოგადღილას წერია, რომ მას მოკლავენ. ამოფხრიან, აი იგივე დანიელის მე-9 თავში წერია, რომ მესია როცა მოვა, ამოიძირკვება, ამოთხრიან, აი ამოძირკვავენ და მოკლავენ მას, ხო? აი, მაგალითად, ნახეთ ეს ადგილი მინდა გაჩვენო თქვენ. იესაია წინასწარმეტყველი. ერთ თავში არის ორივე ნათქვამი. აი, ნახეთ. ესაიას 53 თავი. მე მგონი ჩვენ ადრეს განვიხილოთ, მაგრამ შეიძლება ბევრი რამე აღარ გახსოვს. ხო წერია ესაიას 53 თავი არის სახარება ძველ აღთქმაში. წერია, საძულველი იყო კაცთაგან და ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათთაგანი, ვისაც პირს არიდებენ, საძულველი იყო და არად ვაგდებდით. და მათი რაბინები ამას ყოველთვის განმარტავდნენ ასე, რომ ეს ლაპარაკია მაშიახზე, ცხებულ მეფეზე, ხო? საძულველი, ათვალწუნებული, გატანჯული, სნებამორეული და არად ვაგდებდით მას ჩვენ. ანუ არ ვაქცევთ ყურადღებას. ნამდვილად კი მანიკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი. ჩვენ კი გვეგონა ღვთისაგან იყო ნაცემ ნაგვემი და დამცირებული. ნაცემ ნაგვემია და დამცირებულია. და ისეთი საზარელი შესახედი იყო, რომ თვალს ვარიდებდით. ანუ ჯვარზე, ხო, წარმოგიდგენიათ როგორი ნაცემი და ის იყო დასახიჩრებული, რომ თვალს ვარიდებდით. აი ხო წავიკითხეთ ჩვენ.
მეორე მუხლში. მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი და ჩვენი უკეთურებისთვის დალეწილი. მეფე დაჭრილი და დალეწილი, ხო? აი ნახეთ. და ჩვენი სიმრთელისათვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. წყლულები აქვს და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. ყველანი ცხრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენგანი ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეყარა ყოველი ჩვენქანის უკეთურება. ჩვენი სიმძიმე და უკეთურება მას დააკისრა ღმერთმა, მეფეს. ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე. რომელი მეფეა, ნებული და წამებული? კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და როგორც ხვარი დუმს სპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე. მეფე მიიყვანეს ხვარევით დასაკლავად. თან ეს უბრალო მეფეზე კი არის ლაპარაკი, მათ წარმოდგენაში ცხებული მეფე არის მარადიული მეფე, რომლის მეფობაც არ დასრულდება არასდროს, გესმით? ახლა მეფეები უწამებია, თავიც მოუკვეთავთ, ხო? ხო გასაგებია, მაგრამ იუდეველთათვის ცხებული მეფე ეს არის ისეთი ცნება, რომელიც იქნება მარადიული მეფე. აი როგორც დანიელის მე-7 თავშია, მიეცა მას მარადიული მეფობა ყველა სამეფოზე დედამიწაზე. ამავე მეფეზე წერია, რომ დასაკლავად მიიყვანეს ცხარევით და ხმას არ იღებსო დუმს, როგორც ცხარი სპარსველთა წინაშე. საპყრობილიდან და სამრჯაროდან იქნა წაყვანილი და ვინ იფიქრებდა მის მოდგმაზე, როცა ცოცხალთა მიწიდან მოიკვეთა, ჩემი ხალხის ცოდვებისთვის დაისაჯა. მიეცა სამარხი ბოროტეულთა გვერდით, საფლავი მისცეს მას ბოროტეულთა გვერდით, ვისთან ერთად აწვეს იგი ჯვარს? ორ ავაზაკთან და იმათთან ერთად დამარხეს სადღაცო. და მდიდართან ერთად თავის სიკვდილში, დიდარი კაცი იყო მასთან მის სიკვდილში. ვინ იყო ის დიდარი კაცი? იოსებ არიმათიელი და ნიკოდემუსი, როცა მდიდარი ჩამოხსნეს ჯვრიდან, ხო? რადგან სიავე არ ჩაუდენია და მის ბაგეში სიცრუე არ ყოფილა, უფალმა ინება მისი ტანჯვა და სნება შეყარა. ნახეთ, სნება შეყარა და მოკვდა. საფლავში დადეს მოკვდა. და შემდეგ გრძელდება ეს წინასწარმეტყველება, ლაპარაკობს ისე როგორც ცოცხალზე. უყურეთ ახლა, როცა გასწირავს მის სიცოცხლეს ცოდვის გამოსასყიდ მცხვერპლად, იხილავს იგი თავის ნაგრამს, ნაგრამი რა არის? თავის ნაშიერებს, თავის შთაომავლებს. იხილავს იგი თავის ნაგრამს, ხო, ყდარია საფლავში წევს, მაგრამ აი ამ მსხვერპლის შემდეგ ის იხილავს თავის ნაგრამს, გაუხანგრძლივდება დღეები და უფლის ნება მისი ხელით წარიმართება. მისი დღეები გაგრძელდება, ანუ იცოცხლებს. ანუ აქ აღდგომაზეა ლაპარაკი. საფლავში დადეს და ამ მსხვერპლის შემდეგ გაუხანგრძლივდება დღეები და უფლის ნება, რაც მას უნდა დედამიწაზე, მისი ხელით წარიმართება. თავის სულისკვეთების ნაყოფს იხილავს და დაამდება. იხილავს, რომ ის მსხვერპლმა ასეთი სიკეთე მოუტანა ადამიანებს, ზღმერთზეა ლაპარაკი, დაამდება, მისი სიბრძნით ბევრს გაამართლებს მართალი, ჩემი მორჩილი და სხვათა შეწოდებებს იტვირთავს. ამიტომ მრავალში მივცემ მას წილს და ძლიერებთან ერთად გაინაწილებს ნადავლს. ამიტომ მრავალში, აი მთელ მსოფლიოს სამეფოებში ექნება მას წილი და გაინაწილებს ნადავლს, რადგან სასიკვდილოდ გაწირა თავი, ცოდვილთა შორის შეირაცხა, მრავალთა ცოდვები ჰქონდა ტვირთად და ცოდვილებს ესარჩლებოდა. ხედავთ, აი ერთ თავში ორივეა ნათქვამი, ხომ? ნაწამები, ნატანჯი და მოკლული და შემდეგ გაახანგრძლივდა დღეები, იცოცხლა და ნახავს თავის ნაგრამს. ან ხედავთ, ხესმით, ამიტომ იუდეველებს შორის ეს ორივე იყო, ორივე სახე ქრისტესი და არ იცოდნენ რომელია, და ამბობდნენ, გამოსავალი რა იპოვეს მათმა რაბინებმა, ნახეთ, რომ აი სანჰედრინია, ეს ტრაქტატი წერია, რომ თალმუდში, რომ ეს ასე უნდა გავიგოთ. თუ როცა მოვა ქრისტეო, ჩვენ ღირსეულები ვიყავითო, ღირსეულები დავხვდითო, მაშინ მოვა დიდებითო. და თუ უღირსები ვიყავით მისი მოსვლისთვისო, მაშინ მოვა ტანჯვისთვის. მართალია. უღირსები იყვნენ და ამიტომ იტანჯა, მოკვდა მათთვის და მეორედ უკვე მოვა დიდებით და ის ნატამალი ისრაელის, ვინც იწამებს მას, ისინი მართლა ღირსეულები იქნებიან და
და ხვდებიან ისრაელში თავიანთ მესიას. ხო გასაგებია. აი ამიტომაც პეტრეც როგორც ჩანს, აი ამის გავლენის ქვეშა და ვერ წარმოუდგენია როგორ უნდა მოკვდეს ეს მარადიული მეფე. და შეკითხავს რომ ნუ უფალო, ნუ ღერთმა დაგიფაროს და ქრისტემ როგორც შეაქო წეღან რომ ნეტარი ხარ ახლა რა შეუნება? განვე ჩემგან სატანაო. სატანა გალაპარაკებს. რადგან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას. რადგან ღმერთს სურდა რომ ეს ასე მომხდარიყო. ჯერ ტანჯვა მისი და გამოსყიდვა ადამიანებს მის სიკვდილით და შემდეგ დიდება, როცა მეორედ მოვა. დიახ. სასტურჩემ დამოსულხა. ხო, ჩემი საცდური ხარო, კი? კი, ზუსტად მასე, აი მაგას გვასწავლის რომ პეტრე მიუხედავად ამისა რომ ნეტარია და ბევრი რამე შეიცნო ღმერთისგან, როცა აცდება ღმერთის ნებას და არ ესმის ღმერთის ნება, სატანა გიყენებს შენ საცდურისად. ზუსტად ესეა. გესმის? მაშინ გვამარცხებს ჩვენ სატანა და მაშინ გვალაპარაკებს, გვაკეთებინებს ცუს, როცა ღმერთის ნებას არ ვიცნობთ. ნუ გასაგებია ხა პეტრესთვის რთული იყო ეს ძალიან, ამის შემდეგ კი მიხვდა ის თავად ყველაფერს, მაგრამ ეს იმას ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ გვიყენებს ეშმაკი, როცა ჩვენ ზუსტად არ ვაზროვნებთ, როგორც მამარდაშვილი ამბობს, ხო? ფილოსოფიაში ჩვენი, როცა ზუსტად არ ვაზროვნებთ, ეშმაკი გვიყენებს ინსტრუმენტად. აი ზუსტად ამის მაგალითია ეს. აი ზუსტად ეს არის. და ნახეთ, აი და მესამე დღეს უნდა აღდგესო, აი მე ვიცი რომ დაიღალეთ, მაგრამ ზღვამთავრებ თქო, ბევრი აღარ არის. მესამე დღეს უნდა აღდგესო. აი ესეც დროის ნიშანია. წესით ამასაც უნდა მიხვდარიყვნენ ისინი, მისი მოციქულების და სხვაებიც. სადმე ნათქვამია ბიბლიაში, რომ მესამე დღეს უნდა აღდგეს ის მოკლული მესია. აი ჩვენ ხო ნახეთ იესაიას 53 თავში, რომ მოკლავენ და გაცოცხლდება, ხო, იცოცხლებს. აი მესამე დღეს რომ უნდა აღდგეს. სადმე არის ბიბლიაში? ძველ აღთქმაში, ხო? ხო, აი კარგია, ერთი მაგალითი იონა. აი იცი როგორი გაკვრით არის, მინიშნებებია რამდენიმე და ერთი ნამდვილი წინასწარმეტყველება ამაზე, რომ მესამე დღეს უნდა აღდგეს. აი იონა, რომ 3 დღე იყო ეშაპის მუცელში და შემდეგ გადარჩა, ხო? აი მაგალითად ოსია წინასწარმეტყველის მე-6 თავი, მინდა გაჩვენოთ ეს. ოსია მე-6 თავის მეორე მუხრი, ნახეთ რას ამბობს? წავიდეთ და მივიქცეთ უფლისკენ, რადგან მან დაგგლიჯა და თავადვე გაკურნავს. მან დააგჭრა და თავადვე შეგვიხვევს ჭრილობებს. ის გაგვაცოცხლებს 2 დღის შემდეგ და მესამე დღეს აღგვადგენს და ვიცოცხლებთ მის წინაშე. ასე ამბობს პირდაპირ. ანუ ისრაელის განსასწრებზე აქვს ლაპარაკი, რომ ისრაელი კი განუდგა ღმერთს, მაგრამ მივიქცეთ უფლისკენ ამბობს, მან დაგვსაჯა, დააგჭრა, მაგრამ 2 დღის შემდეგ გაგვაცოცხლებს და მესამე დღეს აღგვადგენს. და ამას როცა განმარტავდნენ მათი რაბინები, ესეც მათ გადმოცემაშია, რაბინულ ლიტერატურაშია, რომ ამბობდნენ, რომ ღმერთიო 3 დღეზე მეთხანს არ ტოვებს მის მორწმუნეს განსაცდელში. 3 დღეზე მეც მართალს არ დატოვებს განსაცდელში და ჩვენ ბიბლიაში გვაქვს აი ამისი მაგალითები, რომ აი მაგალითად ძველ აღთქმაში ახსოვთ იოსები რო გაყიდეს ძმებმა ეგვიპტეში რო წაი. შემდეგ იოსები აღზევდა, ხო? და შიმშილობის დროს მისი ძმები მასთან მიდიან, ხო? და იოსებს არ უნდა რომ იმ წუთში უთხრას მის ძმებს რომ ის იოსებია, რომელიც გაყიდეს ახალგაზრდობაში. და დააჭერინებს ამათ იოსები, თქვენო შპიონები ხართო, სტოვრები ხართო თქვენო, იქიდან მოსულებიო და ჩაყრის საპყრობილეში და თვითონ ტირის რო თავის ძმებს რო დაინახავს, იმიტომ რომ უყვარს ეს ტირის შებრუნდება გავა დარბაზიდან სამეფო კაცია და ტირის დაიბანს პირს შემოვა და ისე ელაპარაკება ამ ძმებს, მაგრამ რომ ამათ აგრძნობინოს რომ დიდი დანაშაული ჩაიდინეს რომ გაყიდეს იოსები, მათი უმცროსი ძმა 3 დღეს ჩააყრევინებს საპყრობილეში. მხოლოდ 3 დღეს, მეც არა, იმიტომ რომ ვიცის რომ 3 დღე საკმარისია განსასწრელი უფლისნა და ისინი ნანობენ, ძმები ნანობენ და იოსებმა ხო ებრაული იცის და ეს ძმები ერთმანეთში ლაპარაკობენ. ეს ეუნება თქვენ სტოვრები ხართ, თქვენ შპიონ ჯაშუშები ხართ, იმით და ისინი ფიქრობენ, ეუნება რომ იოსები ეუნება რომ თქვენ ხო ყავთ უმცროსი ძმა ბენიამინის სახში. წადით ის მომიყვანეთ, თორე ისე არ გაგიშვებთ აქედან ეუნება.
გესმით და ესენი რას ამობენ ხა საინტერესოა. აუ ხედავთო, აი იოსები რო გავყიდეთო მაშინო, იმისთვის ვისჯებითო. ნანობენ. ეხლაო როგორ უთხრათ მამა ჩვენს რო ის უფროსი ძმა ბენიამინიც უნდა წამოიყვანოთ და იოსებს ხო ესმის ებრაული მათი. და გავა ატირდება შემოვა, იმიტომ რომ ხდება რომ ნანობენ ესენი ამ განსაცდელში და ამიტომ 3 დღეზე მეც არ დაატყვევებინებს და მე გაუშვებს ისე რომ უფროს ძმას დაიტოვებს და ბოლოს მიიღებს რა თქმა უნდა თავის ძმებს. მაგრამ ესეთი წესია ღმერთის რომ 3 დღეზე მეც არ ტოვებს. ასევე ნახეთ ესთერის წიგნია ასეთი ძველ აღთქმაში, ეს არის ეხება როცა გენოციდს უწყობენ ებრაელებს სპარსეთის იმპერიაში და ესთერი არის დედოფალი, რომელიც ებრაელია, მაგრამ არ იციან რომ ებრაელია, ძალიან ლამაზი ქალია ესთერი და სთხოვენ მას დახმარებას და ეუბნება რომ ესთერი ეტყვის რომ წადით, ვეცდები რომ მეფეს დაველაპარაკო ამაზე და 3 დღე ვიმარხულოთ თქვენც და მეც რომ ღმერთმა ხსნა მოგვირონოს და 3 დღის განსასწრების შემდეგ ხსნა მოდის იმ წუთში ღმერთისგან და გადარჩება ისრაელი იმ დიდ გენოციდს. ამიტომ ეს 3 დღე რომ 3 დღის შემდეგ რაღაც ხსნა მოდის ეს ძველ აღთქმაში ბევრ ადგილას გვაქვს. მაგრამ ერთი ადგილია ლევიანთა წიგნში, რომელიც პირდაპირ წინასწარმეტყველებს რომ მესამე დღეს უნდა საფლავიდან აღდგეს იესო ქრისტე. ლევიანთა წიგნის 23 თავი ნახეთ, ვისაც გაქვთ ბიბლია, ლევიანთა 23-ის მე-9 მუხლი. როცა გამოვიდა ისრაელი ეგვიპტიდან, სინას მთაზე მიიღო რჯული და შემდეგ მოსე ღმერთი აძლევს მათ დღესასწაულებს. რა უნდა დღესასწაულო? 7 დღესასწაული აქვს ძველ აღთქმაში ებრაელებს. ერთ-ერთი დღესასწაული არის პირველ მომკილის დღესასწაული. აი პირველად რომ მოვა მოსავალი, ქერი, მაგალითად გაზაფხულზე, როგორ უნდა მოიქცნენ? აი რა არის დღესასწაულის სახე? ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი, როდესაც შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევთ და სამკალს კას დაუწყებთ, პირველ მომკილი ძნა მღვდელს მიუტანეთ. აი პირველი ძნა შეკარიყანაში არა გაქვს უფლება რომ შენ შეჭამო ის. პირველ მომკილი უნდა მიიტანო ტაძარში, ღმერთს უნდა მიართვა პირველი. შეარხევს მას მღვდელი უფლის წინაშე, ასწევს მღვდელი და შეარხევს ღვთის წინაშე რომ მისია, ყველაფერი მისია, ღმერთის არის ყველაფერი პირველი, ამიტომ პირველი შვილებიც ხო ღმერთს ეკუთვნოდა ისრაელში. და თქვენს დასამწყალებლად, რომ თქვენ გქონდეთ წყალობა. თუ პირველს ღმერთს შესწირავთ, წყალობა იქნება თქვენზე. გადაითვალეთ, მაგრამ მნიშვნელოვანი თავარი ის არის, როდის უნდა შესწირონ ეს ის. აი ხო შეიძლება 2 შაბათსაც დაიწყო, 3 შაბათსაც და შაბათს, პარასკევს შაბათს არ თქონდა არ შეიძლება. აი როდის უნდა მიიტანონ ეს პირველ მომკილი მიწის ნაყოფი. ნახეთ როგორ წესია. პასექს რომ იდღესასწაულებთო, იმის შემდეგ რომ შაბათი მოვაო, იმის შემდეგ დღეს უნდა მიიტანოთ ეს პირველ მომკილი ძნაო. რამეს განიშნებთ უკვე ეს? პასექის შემდეგ რო იქნება შაბათი, იმის შემდეგ რომ მოვა ერთ შაბათი, ერთი პირველი დღე. აი იმ დღეს უნდა მიიტანოთ. რას განიშნებთ ეს? რას განიშნებთ? აღდგომას. იმ წელს როცა ქრისტე მათ მოკლეს, ჯვარსაცვეს, პასექი დაემთხვა რომელ დღეს? რომელ დღეს იყო პასექი? პარასკევს. იმიტომ პასექი მოძრავი იყო. პასექი შეიძლება 2 შაბათსაც ყოფილიყო, 4 შაბათსაც და 5 შაბათს, მაგრამ იმ წელს პარასკევს დაემთხვა პასექი, ხომ? პასექის შემდეგი დღე შაბათი იყო მეორე დღე და მესამე დღე იყო კვირა. რომელ დღესაც უფალი აღდგა მიწიდან, აღდგა საფლავისაგან. აი ამ დღეს ებრაელებმა მოიტანეს ძნა, პირველ მომკილი და შეარხიეს ტაძარში. და ამ დროს ქრისტე მიწიდან ამოვიდა. გესმით? აი ის რომ პირველ მომკილი ძნა უნდა მიიტანო და ღმერთს შესწირო, ის იყო პირმშო მიწიდან, ანუ პირველი მიწიდან, ხო? ადამიანებს შორის ვინც პირველი ამოვიდა მიწიდან, ვინ იყო მარადიული ცხოვრებისთვის? ქრისტე. გესმით? და აი ეს დღესასწაული, პირველ მომკილის დღესასწაული არის პირდაპირ წინასწარმეტყველება იმას, რომელიც ასრულდა, რომ აი იმ დღეს როცა პირველი მიწიდან ამოსული ხორბალი ქერის თავთავი მიიტანეს, ქრისტე ამ დროს მიწიდან აღდგა როგორც მარადიული
სიცოცხლისთვის აღმდგარი ბრეთით გესმით? ამიტომ ქვია მას პირმშო მკვდართაგან. პირმშო შესვენებულთა, ხო? ანუ მიცვალებულთაგან პირმშო, რომ პირველი რომელიც აღმოვიდა მიწიდან, გესმით? ხო დიდებულია. დიდებულია და თან შეხედეთ ხო შეიძლებოდა იმ წელს პარასკევს არ დამთხოვოდა აღდგომა პასექი. ხო შეიძლებოდა. მაშინ ხო არ გამოვიდოდა მესამე დღეს აღდგომა. ხო? მაგრამ გვაცოცხლებს მესამე დღეს, ხო ამობს ოსია. აი ყველაფერი, აი მთელი თაიგულია, რაც სრულდება ქრისტეს მოსვლით და მისი აღდგომით, ის რაც ძოლათმაში, რაც ესწრებოდა. ამას უკვე ქრისტე ამათ ეუნება. მესამე დღეს აღდგები. ესენი ვერ იგებენ ჯერ, მათი სიკვდილიც კი წარმოუდგენელია მათთვის მისი, რა თქმა უნდა, აღდგომასაც ვერ იგებენ, მაგრამ ყველაფერს შემდეგ გაიგებენ. მაშინ პეტრეს